ნახევარდღე ჩემ გამოსვლასაც ტელევიზიის, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიის უმეტი უმრავლესობა არ გადასცემს, ზუსტად ვიცი და მათ შორის პოლიტიკოსების უმრავლესობა და დიდი ნაწილი უმრავლესობა სამდიოთამი და უბრალოდ დაიგნორებს. მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გამართლდა. 10 თებერვალს თბილისის საკალათო სასამართლოში გამართული სხდობიდან მისი გამოსვლა არც ერთმა ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. დღევანდელ გამოსვლაში სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მის წვლილზე საუბრობდა და ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს აკრიტიკებდა, რაც სავარაუდოდ გახდა იმის მიზეზი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვერცერთი ოპოზიციური მედიის ინტერესის სფეროში ვერ მოხვდა. მე მეწოდება ყველა ვისაც გონია რომ მე ვარ მათი კონკურენტი ქართულ პოლიტიკურ ჭაობში. მე მეწოდება ყველა ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს. მე 4 წლის წინ ჩამოვედი თავი გავწირე იმისაც რომ ვიცოდი რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში იყო უკვე ბევრზე ადრე ვიცოდი და და მინდა გითხრათ რომ მე ვისჯები სწორედ იმისათვის რომ გავბედე ამ გისოსებს მიღმა ვარი მხოლოდ იმისათვის რომ გავბედე და საქართველოს გაბედა. საქართველოს ისჯება იმით რომ იყო წარმატებული, იმით რომ იყო სოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრში, იმის გამო რომ არ ჩადგა შეუდგან კლეპტოკრატიულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ყოფში. იმისაც რომ ჩვენმა ხელისუფლება გაბედა რომ ხალხისთვის ეზრუა, იმისაც რომ ჩვენ არაფერი არ მოგვიპარებს. ამის გამო ისჯება საქართველოს და ამის გამო მამყოფებმა მე გისოსებს მიღმა.